ომი ახალი დამთავრებული იყო, ხალხი გახარებული იყო, რომ დაიწყეს პურის საცხობების აღდგენა სოფლებში. ძირითადი საკვები მჭადი იყო. ზაფხულის პერიოდი ახალი სიმინდი არ იყო შემოსული და ბევრი აღარაფერი აქ. და ბიჭოლა ჩემს ჰქონდა ძველი სიმინდი ჰქონდა ახლესა და ერთი ერმაგონ სამხარაძე იყო, იქა ვირი ყავდა სახედარი. აკირავებდა ამას. აი 5 კილო სიმინდი მივეცით და დავტვირთეთ ახლა მახსოვს. შე 5 ბათმანი სიმინდი ორ მეშოკში გადაჩაყრილი, გადავკიდეთ ზურგზე და წესი იყო ასე წისქვილში რომ მიდიოდი საგზალი უნდა წაგეღო ვახშამი. საღამოს ხანია. მივდივარ, გავიარე ახლა ობჭა და გადავედი დიმში. იქ სარწყავ არხზე ელექტროსადგური იყო ხანგესი გაკეთებული ბაღდადში და იქიდან მონადენი წყალი არხზე ტყოდნენ. მოდიოდა ვაკეზე და წისქვილები იყო ზედ გაკეთებული. ხო და როგორც პირველ წისქვილში მივედი, მახსოვს როგორ დამავიწყდება ღამაშიძე იყო მე მინდა. მაგრამ საქმე არ ქონდა ხალხს სიმინდი გაჭირება იყო თუ მიიტანა 5 კილოს, 6 კილოს აცხაზე. მე ამ ჩემი დატვირთული ვირით ვიახელი ღაღოს. მოდი დაგიქმა კაცო. უკვე ახალი დაღამებულია. ხო და ეს ის პერიოდია, როცა ხდებოდა ხალხს, ან ფულს ართმევდნენ, ან სულ გზაში ვიღაცა ზავაზაკების სოფლისა. დაწყო ახლა ორი ბაზე, ქვაზე ორი და ქეჩამელი ახლა რამდენი ხანი იყო არ ვიცი და ვემზადებით ვახშმათ უნდა დავიდეთ. ცეცხლი უნდია, იქ ჭადი უნდა გაგვეფიცხებია და მოვიდა ვიღაც კარგი ვაშკაცი, მაღალი კაცი. თარში მიდგას ეს. მიესალმა ღაღოს აქეთ მეს, მერე მკითხა ვიხარ სიდან, ხო ვისი შვილი რა ფერაგერ და სად ვიყავი. ხო გაჩერდა და ღაღო ასე უთხრა, ღაღო ზედმეცა ეს ბავშვი არ გაუშვა შენ ამაღა. სახში არ გაუშვა, შენ დაკავდე საქანა და დაუსახელა ვეღაც ბიჭები არიენო, ცხელს ვაძოვებდიო. ვენახის ნაპირზე მე ვერ მხედავდენო. ამან რო ჩამოიარაო, მე შევხედე საღამოს, ხო და მერე შეკრებილად. ეს ბიჭები და მოითათვირეს, რომ წისქვილში საქმოვები არსად არ არის, ცოტა არის რამე. როგორ დავქმავდი, უნდა დავფთეროდე და გავეყაჩაღებიე. ხო და გამოჩნდა ეს კეთილი კაცი გამოჩნდა. გვარი და სახელი აღარ მახსოვს, რომ უთხრა იმას ახლა ვიც არის და არ გაუშვა მაღამ სახში შენ დაგყავდეს. მართლაც მითხრა ღაღო, რომ შენ ბიძი ახლა ახალგაზრდა ხარ, ისეთ ასაკში ხარ, რომ ვაშკაცობთო და ვიღაცები გამოდიან გზაშიო და შენ ერთი რას გაუმკლავდები, იმას წაგართმევენო. მართლა დაუჯერე ღაღოს და ქედე ვიძინე იმღავეს წისქვილში და გათენებულში წამევედი სახში და შვიდობიანად მოვედი. როსალოცი იყო, რომ არ დამეჯერებია მისთვის და წამოვსულიყავი, ახლა ალბათ მეც შევებძოლებოდი, მე რას გავხდებოდი 4-5 ბიჭს ამ უტრუკებთან. სიტყვა ეკუთვნის იმას. შეიძლება მარცხი მოხდებოდა. არა, დაუჯერე უფროს.